Მამგზალავი ნორმები არა კონსტიტუციურად ჯერ კიდევ 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ცნო. მოგვიანებით 2014 წელს პარლამენტმა კვლავ დააწესა შეზღუდვა. განსხვავება ის იყო, რომ 2012 წლის რეგულაციით აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით მოქმედებდა, 2014 რეგულაცია კი დროებითი იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მეორე შემთხვევაშიც გააუქმა აკრძალვა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მორატორიუმის გაუქმების შესახებ ახსენა იუსტიციის მინისტრმა და იქვე დასძინა, თუ რა შემთხვევაში უნდა გასხვისდეს სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებზე. მთავრობის პასუხია, რომ ეს მაშინ უნდა მოხდეს, თუ საქმე გვექნება მსხვილ საინვესტიციო პროექტთან. როგორც წულუკიანმა განმარტა, ქართულმა ოცნებამ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე გამოაცხადა მორატორიუმი, ეს აკრძალვა კი მისი თქმით გახსოვთ გიორგი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. ამის შემდეგ აღმოჩნდით რეალობაში, ამბობს იუსტიციის მინისტრი, რეალობა კი დღეს ასეთია, უცხოელს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ პირობებში მისთვის საინტერესო ნებისმიერი მიწის ნაკვეთი შეიძინოს, ჩვენ გვაქვს მცირე რესურსი. ამას 4 წელია ვამბობდა, დღესაც ვიმეორებ. ამიტომ თუ კი ის გასხვისდება, უნდა გასხვისდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მსხვილი საინვესტიციო პროექტი, აღნიშნა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ კანონპროექტის განხილვა იანვრიდან დაიწყება, მას ამის იმედი აქვს, რომ ეს მოხდება სწორედ ახალი წლის შემდეგ. საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მომზადდა და ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ქართული მიწის დაცვის კომიტეტის წევრებმა მოამზადეს და მკაც რეგულაციებს ითვალისწინებს. უფლებადამცველი ნიკოლოზ ბჟავანაძე კი ასეთი განცხადებით გამოდის. ხელისუფალნო არ გაგაყიდვინებთ ქართულ მიწას. სწორედ ნიკოლოზ ბჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე და ასევე იაგო ხვიჩია, გილჩის წარმომადგენელი არიან ჩვენი სტუმრები. საღამოშვიდობისა ბატონებო, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონ ნიკოლოზ, რა საფრთხეს ხედავთ იმაში, რაც იუსტიციის მინისტრმა მთავრობის წარმომადგენელმა თქვა? Რახან გასხვისებაზეა საუბარი, უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი გასხვისდა საქართველოში, ერთი მიწა გადარჩა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ რა, ამ პრივატიზაციის შემდგომ ყველაფერი გაასხვისა საქართველოს ხელისუფლებამ და საფრთხეს ხედავ იმაში, რომ ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ იმ ერებს რიცხვში, რომლებსაც არსებობენ, მაგრამ ტერიტორიები არ აქვს და ქვეყანა არ გააჩნიათ. აი მაგალითად ქურთები ძალიან მრავალრიცხოვანი ეთნოსია, მაგრამ ტერიტორია არ აქვს. აი ამ საფრთხეს ხედავ მე, იმიტომ რომ დღესაც კი, როდესაც არის ის რეგულაციები, სანამ ის მორატორიუმი გაუქმდებოდა და სანამ უცხოელებზე გასხვისება მიწის აიგზალებოდა, მანამდე ხერხდებოდა მიწების უცხოელებზე გადასვლოთ ქართველები ყიდიდნენ და რეალური მფლობელები უცხოელები იყვნენ. და უკვე ჩვენ ვნახეთ, რომ წულუკიანმა გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ძალიან ინტენსიურად მიდის ქართული მიწების ყიდვა უცხოელების მხრიდან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ქართული მიწები საკმაოდ იაფი ღირს, აი ევროპისგან განსხვავებით, ამასთან ერთად ნაყოფიერი მიწებია ქართული მიწები და დღეს ეს ძალიან ისეთ ფაზაში არის შესული. ჩვენი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ გსურს, ჩვენს მეგობრებთან ერთად, რომლებსაც მრავალრიცხოვანი არის საკმაოდ ქართული მისია, გია კორკოტაშვილი, პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, სხვათა შორის ხვალ 12 საათზე გვაქვს პარლამენტის ზემო შესასვლელთან აქცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია მომზადებული გვაქვს პრაქტიკულად ეს კანონპროექტი, საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანია, რომ კონსტიტუციის 21 მუხში შევიდეს შესწორება და აღინიშნოს აი ამ კონსტიტუციაში 21 მუხში, რომ არ ხდებოდეს მიწების გასხვისება უცხოეთის და მოქალაქეობის არ მქონე პირებზე. ესეთი რეგულაციები არის პატარ-პატარა ქვეყნებში, მაგრამ არის ასევე მკაცრი რეგულაციებიც. მაგალითად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ესე ხელაღებით მიწების გასხვისება არ ხდება. ძალიან გამკაცრებულია რეგულაციები, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ არავითარი რეგულაციები, არავითარი რაღაცა ზომები არ მიიღო. აი ხა წულუკიანზე რო საუბრობდით, თქვენ 2014 წლის 31 დეკემბრამდე ეს გაგრძელდა, ეს მორატორიუმი გაგრძელებული იყო უпростоრე და შეიქმნა მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყეთაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის ხელმძღვანელი იყო იუსტიციის მინისტრი. აი ამ საბჭოს უნდა მოემზადებინა უნდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლიცაც აი ხა რო საუბრობს, რომ მაგალითად სხვილ ობიექტებზე უნდა მოხდეს, რომ მხოლოდ გადაცემა, რატო არ მოამზადეს ეს მათ ეს საკანონმდებლო ინიციატივა 2014 წლიდან არაფერი არ გაკეთებულა პარლამენტში. ანუ ბატონ ნიკოლოზ, მოდით ბატონ იაგოს მოვისმინოთ, შემდეგ დაგიბრუნდებით, კი მოგცემთ კიდევ შესაძლებლობა. კარგით, მაშინ დაასრულეთ წინადადება, უბრალოდ ხელისუფალი არაფერს არ აკეთებს ამ კუთხით. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც საუბრობენ გუშინ გუგული მაგრაძე გამოვიდა და ისაო, რა ქვია, ჩვენ ვერ ვამუშავებთ ამ მიწებსო და საერთოდ არ ჯობია უცხოელებმა იყიდესო. პირადად ჩემთვის მაგალითად იმ ფსევდოლიბერალებისგან განსხვავებით, რომლებიც საუბრობენ
საუბრობენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია დაიხსნას და მოიხსნას ქართული მიწა და მთავარია დამუშავდესო, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ვინ საქართველოს მოქალაქის იქნება ის მიწა თუ უცხოეთის. და როდესაც რაიონებში არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, როდესაც მთავრობა პირდებოდა მოსახლეობას, რომ სოფლის განვითარების პროგრამა იქნებოდა დაფინანსებული და თითე სოფელს მილიონს მისცემდნენ. ჩვენ ხედავთ, რომ სოფლის განვითარება კი სოფლის განადგურება მოხდება თუ კი მიწები გასხვისდება უცხოელებს. ქართველი გლეხი დარჩება მიწის გარეშე. გასაგებია. ბატონო იაგო, აი თქვენი პარტიის პოზიცია და თქვენი პოზიცია გითხარით ამ საკითხზე, იმ საფრთხეებზე, რაც ახლა ბატონმა ნიკოლოზმა ახსენა, თქვენ რა სიტყვით? ვახო გამარჯობა. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. აი თქვენ მაგალითად ერთი ადამიანი, ტელეწამყვანი, დაახლოებით როდის იგრძნობდით მღელვარებას იმაზე, რომ ქართული მიწა სხვისდება. აი რამდენი პროცენტი უნდა იყოს უკვე უცხოელების, როდესაც თქვენ შეშფოთდეთ ამ სტატისტიკაზე. ჩვეულებრივი საღი აზრის დონეზე რომ ვიმსჯელოთ, აი დაახლოებით რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს იმ ადამიანისთვისაც კი აღმაშფოთებელი, რომელიც ამას ეწინააღმდეგება. არ ვიცი რა პროცენტები უნდა გითხრათ. არა, მე უბრალოდ გეტყვით პროცენტს, რამდენი არის დღეს უცხოელზე რეგისტრირებული დაახლოებით გასხვისებული და მე ჩვენ ერთად გავარკვიოთ, ამაზე უნდა ვნერვიულობდეთ თუ არა. საქართველოს მიწების დაახლოებით 0.8-7% არის დღეს რეგისტრირებული უცხოელებზე. უცხოელ იურიდიულ პირებზე, უცხოელ მოქალაქეებზე და ასე შემდეგ. აი თქვენ რომ დაგისვათ იგივე შეკითხვა. არა, მე არასოდეს არ ვინერვულობ. რა პროცენტზე შეიძლება, ანუ რადგან პროცენტებზე საუბრობთ, ანუ პროცენტები არის აქ მნიშვნელოვანი თქვენთვის? არა, ჩემთვის არ არის, უბრალოდ მე მინდა იმ ხალხს გავაგონო ეგ სიტყვა, ვინც ნერვიულობს, რომ თითქოს უცხოელებმა იყიდეს მთელი საქართველო. არა, რეალურად ხალხო 1%-იც არ აქვს რეგისტრირებული სამწუხაროდ უცხოურ კომპანიებს და ამ რეგისტრირებული ნაკვეთებიდან ნახევარზე მეტი რეგისტრირებულია ორადორ კომპანიაზე, უცხოურ კომპანიაზე. და ერთი მათგანი არის ფერერო, სამეგრელოში ზუგდიდის რაიონშია თუ არ ვცდები ძირითადად, მაგრამ სხვაგანაც აქვს მიწის ნაკვეთები და მეორე არის TR Georgia Project საგარეჯოს რაიონში. ამ ორ კომპანიაზე არის დაახლოებით საქართველოში უცხოელებზე რეგისტრირებული ნაკვეთების 50%-ზე მეტი. მაშინ იაგო, აი საიდან მოვიდა ეს თემა თავის დროზე, მაშინ მე ახლა ორი გადაწყვეტილება ვახსენე საკონსტიტუციო სასამართლოსი. რატომ სურდა ხელისუფლებას, რომ მორატორიუმი ყოფილიყო, თუნდაც 2014 წელს? ეს მაშინაც ვახო, დღესაც, მომავალშიც, ყოველთვის საქართველოში იყო პოპულიზმის თემა. არასოდეს არავინ სერიოზულად არ ნერვიულობდა საქართველოში. ნუ ახლა არ ვიცი, არ მინდა იმ ადამიანებს რაღაცა ეპითეტით შევამკო, რასაც მე ვფიქრობ ადამიანებზე, რომელიც სერიოზულად ღელავენ იმაზე, რომ უცხოელებმა იყიდეს ნახევარი საქართველოს. სტატისტიკას გეუბნებით 1%-ზეა საუბარი. და ეს 1%-დან ხო გითხარით, ნახევარზე მეტი არის ორი კომპანია, რომელიც ამ ქვეყანაში ყველა საქართველოს გლეხზე უკეთესად იყენებს ამ მიწის ნაკვეთს. გაცილებით ეფექტურად. მათ ყავთ დასაქმებული, რა ვიცი, 500-ზე მეტი ადამიანი თითოეულ მათგანს. ფერერო სამეგრელოში ვკითხოთ აბა გლეხებს. კი, ვიღაცა შეიძლება არ მოწონს, ოღონდ არ მოწონს ასევე მთავრობის მიზეზით. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თვლიან, რომ მთავრობამ მათ არ მიცა მიწის ნაკვეთები ისე გაასხვისა ფერეროზე. მაგრამ მთავრობას რომ მათთვის მიეცა, თვითონ ძალიან დიდი სიამოვნებით გაასხვისებდნენ ამ კომპანიებზე. ამიტომ ჩვენთვის საქართველოს მოსახლეობისთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ უცხოელები შემოდიან. 1%-ია, როგორც გითხარით, ამის მაჩვენებელი. არამედ პრობლემა ის არის, რომ საქართველოს მთავრობა ჩვენ არ გვირეგისტრებს მიწის ნაკვეთებს. თორე აბა ერთი ცადოს საქართველოს მთავრობა მას შემდეგ, რაც ის მიწის რეფორმას სწორად ჩაატარებს, საქართველოს მოსახლეობას დაურეგისტრებს ის მიწის ნაკვეთებს, რომელზედაც მათ პრეტენზიები, აბსოლუტურად ლეგიტიმური პრეტენზიები აქვთ. მართალია ხელში დოკუმენტი არ უჭირავთ, მაგრამ ყველა მიცის თითოეულ სოფელში ტრადიციულად ვისი რომელი მიწის ნაკვეთი არის. და აბა ერთი თუ ვინმე ვაჟკაცია შევიდეს, სხვა ვისაც იქ არაფერი არ ეკუთვნის და რამე გააკეთოს. ჩვენ გვახსოვს ეს საკითხი, გვახსოვს ადრეც გვისაუბრია ამაზე ეთერშიც. მოდით ბატონ ნიკოლოს დაუბრუნდეთ. აი ამ 1%-ის გარშემო რო ვისაუბროთ. ბატონ ნიკოლოს, საფრთხეს ვერ ხედავს ამ შემთხვევაში იაგო, ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს ამაში და სტატისტიკაც მოხავს. აი თქვენ რას მე საერთოდ ესეთი სტილი მაქვს, რომ ადამიანს ვაცლი რაც რომ ძიმე მოსასმენი იყოს და ვითხოვ ამას თქვენგანაც. ეხლა რა თქმა უნდა, გირჩის წარმომადგენლებს სუფეხებზე კიდეაც ქართული მიწები გასხვისდება. მათთვის თავარი არის ეხლა მარიხუანას ლეგალიზაცია, ერთსქესიანი ქორწინება, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ და
ასევე ის ნაბიჯები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას დაანგრევს. იცით რაშია საქმე? ეს ჩემი კვლევა და ჩემი განცხადება არ არის, რომ ქართული მიწები სხვისდება. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების, რომ მაგალითად პაკისტანელებს, ჯერ კომპანიებზე არ გამიკეთებია მე განცხადება, რომ კომპანიები მიწებს ყიდულობენ. მე ვთქვი, რომ უცხოეთის მოქალაქეები ყიდულობენ და ეს არაერთი განცხადება, არაერთი კვლევა ჩატარებულა ამის შესახებ, რომ მაგალითად პაკისტანის, ინდოეთის, ჩინეთის. მაგრამ რა ვუყოთ სტატისტიკას, რომელიც ახლა აქ იყო მოყვანილი? თუ კი რა სტატისტიკა არ არის სწორი სტატისტიკა, მე გეუბნები თქვენ, რომ ფიზიკურ პირებზე, უცხოეთის მოქალაქეებზე არა 1% არამედ მეტი არის და ეს წულუკიანმაც დაადასტურა სხვათა შორის. ვის დაუჯეროთ? ეხლა იუსტიციის მინისტრს დაუჯეროთ თუ ბატონს, რომელიც საუბრობს აქ ამის შესახებ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე დიდი პრობლემა საქართველოში არ არის. ეხლა გადახედეთ თქვენ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის სცენარს როგორ ხდებოდა, როდესაც მაგალითად ტერიტორიებს იკავებდნენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები, შემდგომში ხდებოდა საკმაოდ რთულად განვითარება პროცესების. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იგივე ყირიმის მაგალითი ავიღოთ. იქ რომ არ ყოფილიყო მთლიანად რუსული მოსახლეობა, ყირიმი ესე ადვილად არ ბატონო ნიკოლოზ, აი რა შეიძლება მოხდეს, ხო? აი როგორ შეიძლება წავიდეს სცენარი ვისი ერთი წამი დავასრულებ, მე მეგონი არავის არ ვეჭრებოდი და ძალიან გთხოვთ, ვახო დამასრულებინოთ, იმიტომ რომ მე ჩამოყალიბებინა პოზიციის. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აი USAID-ის განცხადება იყო სხვათა შორის, USAID-მა ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც, ესე იგი უკვე მივიდა ისე მოსახლეობა იმ დონემდეო, რომ 55% ამართლებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. იცით რა არის, ჩვენ დავიწყებთ უკვე ძალიან დიდ კამპანიას და ვიღაცას თუ გონია რომ ეხა ესე ჩაივლის ძალიან ცდება და მოსახლეობა ეხა მე არ ვიცი ბატონი იაგო რატო ვერ ხედავს ამას რომ მოსახლეობა ღელავს იმიტომ რომ ძალიან შეშფოთებულია მოსახლეობა და როდესაც საუბრობს იმის შესახებ აი თქვენ არ დამასრულებინებთ აი მიწის მოხდასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ რომ დააფინანსოს გლეხები გრძელვადიანი სესხებით დაბალ პროცენტებში საქართველოს მოქალაქეებიც ძალიან ადვილად მოახერხებენ იმ მიწით სარგებლობას მაგრამ დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა სესხი რო გამოიტანოს ადამიანმა და ის მიწა იყიდოს ფაქტიურად იმ მიწასაც დაკარგავს და სახსაც დაკარგავს და ესე ხდება დღეს მიწის ყიდვაზე კი არის მიწას ვისაც გააჩნია იმ მიწასაც კარგავს იმიტომ რომ სხვა არაფერი არ აქვს ვინაიდან ელემენტარული რაღაცა ყოფითი პრობლემები დაიკმაყოფილოს ჩვენ როდესაც ხელისუფლება გვეუბნებოდა იმის შესახებ რომ აი სოფლის განვითარების პროგრამაზე მილიონ ლარზე თუ დოლარზე სოფლის ჩადება სოფელში სწორედ ეს უნდა ასე უნდა მოხდარიყო განვითარდება აი ხა მე პირადად ვარ გურიიდან და კარგად ვიცი გურიის პერსპექტივები და სპეციფიკა უამრავი რაღაცა ძალიან კარგი რამე გაკეთა ინფრასტრუქტურული სამუშაოები სკოლები რაღაც სარწყავი არხები გაკეთა მაგრამ ვინაიდან ეს მოსახლეობის მდგომარეობა ეკონომიკური მდგომარეობა არის კლავაც მძიმე მოსახლეობას ეს სიკეთე ვერ იგრძნო გახსოვთ ალბათ სააკაშვილის დროს იყო ესე ცნობილი ფრაზა ასფალტი ვჭამოთო ჩვენო ისევია ეხლაც თუ ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას არ დავეხმარეთ სესხებით და სესხები არის დაბალ პროცენტებში გადაჭრა მოდი მე თანაბრად უნდა გავანაწილოთ რომ თანაბრად უნდა გავანაწილოთ რომ ბატონი იაგოს არ გამოხმაურება ბატონი ნიკოლოზ როდესაც საუბრობ რომ მიწების დამუშავება არ ხდება იმიტომაც არ ხდება რომ დღეს მაგალითად თურქებს აძლევენ თურქეთის მოქალაქეებს აძლევენ თურქეთის ხელისუფლება და ეს დადასტურებულია რომ მაგალითად აჭარაში იყიდონ მიწა სოკარი ეხმარება აზერბაიჯანის მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე დაჩარგულ მდგომარეობაში დღეს ქართველები არიან იყიდება ეს სტატისტიკური მონაცემები არის გმადლობთ მოდით მოვისმინოთ განსხვავებული აზრით ბატონი ნიკოლოზ ცოტა ხანში გეუბნები აი როგორც ამერიკაში არის ჯორჯია შტატი ტრაფარეტი და მას საერთო არ აქვს საქართველოსთან ისე იქნება საქართველოს ტრაფარეტზე და არავითარი შეხება ამას ქართველებთან არ ეხება მოვისმინოთ განსხვავებული აზრი გამოხმაურება აქვს იაგო გისმენთ თუ შეიძლება მეც მომეცით დრო იმიტომ რომ მე არ გამეწყვეტინებია მიუხედავად იმისა რომ 1%-ს არ ვეთანხმებოდი რაც ჩემმა ოპონენტმა ისაუბრა მოდით მე დავიწყებ იმით რომ სტატისტიკა დადგა ეჭქვეშ მე მომყავს სტატისტიკა 2014 წლის თუ არ ვცდები TI-ის ანუ გამჭვირვალობა საქართველოსი რომელიც იქ ამბობს და კვლევა აქვს ამაზე ჩატარებული საქართველოში უცხოელებზე რეგისტრირებულია მოქალაქეებზეც და იურიდიულ პირებზე ერთად აღებული დაახლოებით 18000 ჰექტარი საქართველოში სულ არის 2.700.000 მილიონი ჰექტარი აქედან გამომდინარე გამოდის ის ციფრი რა ციფრიც გამოდის ახლა რაც არ უნდა იყოს ამ ციფრს ვერ გავზრდით 2014 წლის მერე საერთოდ მორატორიუმი იყო ამიტომ ეს ციფრი დიდად ვერ გაიზრდებოდა ამიტომ იქ 0.7 იყო მე ვთქვი 1%-მდე ეს ამდენიც არ იქნება მაგრამ 1%-მდე ამიტომ სტატისტიკას უნდა ვიწყებთ ბრძოლას ვერც წულკიანი და ვერც სხვა ნებისმიერი ადამიანის სტატისტიკის წინააღმდეგ ვერ წავა უბრალოდ ამას აზრი არ აქვს
ახლა რაც შეეხება იმ თქვია პრობლემებს, რომელიც სოფელში ზოგადად არსებობს. მე მესმის სოფელში, მე სოფელი მაქვს სამეგრელოში, ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ მარტვილის რაიონში. ამიტომ სუსტად ვიცი რაც არის პრობლემა, უბრალოდ მგონია რომ პრობლემასთან ბრძოლა იმით რომ უცხოელებზე არ გავაყიდინოთ მიწისნაკვეთი ხალხს არასწორია. და არასწორია შემდეგი მოტივების გამო. სწორი ნაბიჯი იქნება ის რომ მიწა გადაეცეს მის მფლობელს ყოველგვარი დოკუმენტაციის და საფასურის გარეშე და ამის შემდეგ რა თქმა უნდა პირიქით ხელისუფლება უნდა ეწევოდეს პროპაგანდას იმისას რომ რაც შეიძლება მეტი პროპაგანდა ცუდი სიტყვა რეკლამას გამოვიყენებ ამ შემთხვევაში რომ რაც შეიძლება მეტი უცხოელი დაინტერესდეს საქართველოს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწით ერთი მარტივი მიზეზის გამო რომ იმ ადამიანებმა რომელსაც სახელმწიფო თავისი რეფორმის შედეგად მიწას დაუკანონებს უფრო ძვირად შეძლონ გაყიდვა ქართული მიწის საუბარი იყო ქართული მიწა იაფი ღირს საქართველოს მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო იმის გამო რომ საქართველოში ინვესტორმა არ იცის რა ფასადი იაგო აი ორი რამეს ისმენს ახლა ჩვენი მაყურებელი არა ერთი წამით იაგოსთან მაქვს შეკითხვა და მისი დროა ნიკოლოზი ამბობს რომ დაინტერესება ქართული მიწით თქვენ ამბობთ რომ არ არის დაინტერესება ეს როგორ უნდა გავიგეთ ეს სტატისტიკა 1%-მდე მაგრამ პოტენციური მყიდველი ყავს ამ მიწას შეგიძლიათ მითხრათ იაფს ან გაძვირებულს არა ვახო დღევანდელი მოცემულობით ის სტატისტიკა რომელიც ჩვენ გვაქვს გვეუბნება რომ არანაირი დიდი დაინტერესება ქართულ მიწასთან დაკავშირებით არ არის ახლა შეუძლებელია ბოლო პერიოდში ამ ნებათაღეულის შემდეგ რამე ტიპის დაინტერესება ყოფილიყო იმიტომ რომ ძალიან დააფრთხობდა ნებისმიერ ინვესტორს მთავრობის გაურკვეველი პოლიტიკა, იმიტომ რომ მთავრობამ ხო თვითონ არ იცოდა ობიექტურად რა საკეთებდა. აი ამ წუთასაც მთავრობამ ხო ობიექტურად თვითონ არ იცის რა უნდა საერთოდ. იძახის რომ მინდა მსხვილი ინვესტორი, წვრილი არ მინდა, ან აქ ამ დროს არ ვიცით რა არის მსხვილი, რა არის, ან რატო გვინდა მსხვილი, რატო არ გვინდა წვრილი, ან რა ჩვენი გასარკვევია ზოგადად მსხვილი ინვესტორი დაინტერესდება თუ წვრილი ინვესტორი. ანუ ესეთი რაღაცები ხო არის. დღევანდელი პოზიცია მთავრობის რამ განა 4 წლის წინ თქვათ ვიცით ჩვენ ხო 2014 წელს უпроსორად ვიცით თქვათ მათ მიიღეს გადაწყვეტილება მორატორიუმის შესახებ. აი დღეს შეცვლილია ხო ეს პოზიცია, ანუ შეცვლილი პროექტი. მე იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მთავრობას აქვს რაღაცა სწავლის უნარი. მას ის საკუთარ შეცდომებს ისე როგორც ადამიანები ზოგადად საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ. ახლა უბრალოდ მათ უნდათ ის რომ საკუთარი შეცდომები აღიარონ ნაწილობრივ. თქვათ რომ ჩვენ კი შეგვეშალა, მაგრამ ნუ რაღაცა რადიკალურად კი არ შეგვშლია, არამედ ყველაზე რო აღვრძალეთ ეს შეგვეშალა. ამიტომ გარკვეული ინვესტორები არიან კარგი თუ ის არის მსხვილი, თუ ახლა შეიძლება ვიღაცა სულელმა ისიც კითხვას რომ თქვათ მას თუ არა აქვს რაღაცა აზიური ფესვები და ევროპიდან არის. არ ვიცით ახლა ზოგადად როგორ შეიფუთება ეს კანონმდებლობის დონეზე, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ საბოლოო ჯამში აღიარება იმისი რომ ეს არის შეცდომა და ნუ ახლა ბოლოს ლარის კურსზე ვხვდებით მთავრობის არასწორი ეკონომიკური ქმედების შედეგებს. ხო მათ შორის ერთ-ერთი მათგანი არა ერთადერთი ცხადია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი არის არასწორი პოლიტიკა უძრავი ქონების ნაწილში. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავანებოთ ამას თავი. თუ ჩვენ გვინდა რომ როდესღაც რამე ამ მიმართულებით გადავდათ სწორი ნაბიჯი, მე არ ვიძახის სხვათა შორის იმას, რომ მთავრობამ უნდა გაასხვისოს ნაკვეთები ვინმეზე, უცხოელებზე და ამ შემდეგ და ამას არ ვამბობ. ეს არასწორია, იმიტომ რომ ჯერ მთავრობამ არ იცის რა არის მისი მიწის ნაკვეთი. რა კონკრეტული მიწის საკუთრება აქვს მას. ჯერ უნდა მოაწესრიგოს ეს საკითხი. ეს საკითხი პირველ რიგში უნდა გააკეთოს მიწის რეფორმა, რასაც ჩვენ გირჩი თავაზობდით, პარლამენტშიც ხონდა კანონპროექტი შეტანილი, მან უნდა დაუკანონოს საქართველოს მოსახლეობას ის მიწის საკითხები, რომელიც მათ ფაქტობრივად აქვს დაკანონებული, რომელიც არის ტრადიციულად მათ მფლობელობაში და რომელზედაც მათ არავინ არ ედავება, ამის მერე ეს ხალხი გაყიდის ამას უცხოელზე, ერთმანეთისგან იყიდებენ და გააფართოვებენ, ბატონ ნიკოლოზი იყიდის ან რაღაც მისთვის საუკეთესო. მადლობთ, აი სწორედ ბატონ ნიკოლოზთან უნდა გადავიდეთ და მას მივცე სიტყვა. ბატონ ნიკოლოზ, აი ვინ არის დაინტერესებული, როგორც თქვენ ამბობთ, ქართული მიწის ყიდვით, ხომ? აი არ არის დაინტერესებაო თქვენი ოპონენტი. სტატისტიკა ვახო მაგაზე მინდა თქვა ზუსტად არ არისო და რაღაც 1%-ზე საუბრობთ. ახლა ეგერ მაქვს ოფიციალური ინფორმაცია. 2014 წლის 24 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა საბოლოო განაჩენი, რომლითაც არაკონსტიტუციურია ცნო, აი მორატორიუმთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიწაზე. ანუ მორატორიუმი არსებობდა 2014 წლამდე და 2014 წლამდე როგორ გადავიდოდა
ესე კომპანიებზე ან უცხოეთის მოქალაქეებზე ქართული მიწა გაუგებარია. ერთი წელი არსებობდა მორატორიუმი მე ხო არ გეჭირდება. ბატონო ნიკოლოზ 2014 წლის დავასუსტებ 2014 წლის 31 დეკემბრამდე იყო ეს მორატორიუმი და საკონსტიტუციო გაუქმდა. არა, სულ მან ერთი წელი მოხდა ფაქტია. 2014 წლამდე თქვა ადამიანმა რომ 1% იყო და 2014 წლამდე იყო მორატორიუმი. 2014 წლის შემდგომ დაიწყო მიწების გასხვისება. თქვენ რომ მიხვიდეთ ვახო საჯარო რეჟში, იქ ნახავთ პაკისტანელებს, ირანელებს, ცოტა ხანი მოქმედებდა ბატონო ნიკოლოზ, ცოტა ხანი მოქმედებდა ეს მორატორიუმი. არა, წელიწად ნახევარი იყო, ეს იყო 2013 წლის 28 ივნისის დროებით ამოქმედდა, შემდგომში იყო აქ მორატორიუმდელი სტატისტიკა გითხარით ერთი წამით რა ხო შეიძლება აქით არა სტატისტიკა უბრალოდ გითხარით მორატორიუმამდე აქ მიტევთ არ ვიცი შუაში ვიჭრიტები და რა მე არ გიტევ ჩეკი აზე არის საუბარი მორატორიუმდელი სტატისტიკა გითხარით მივცეთ შესაძლებლობა მივცეთ და შემდეგ თქვენ ჩემთვის ძალიან ძნელი მოსასმენია საქართველოს მოქალაქისგან თქვენ თქვით მარტვილიდან ხარ სამეგრელოს კუთხიდან წარმოშობით ადამიანისგან რომელიც საუბრობს რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს მაგალითად ვინ დაამუშავებს ქართულ მიწას არა სისულელე რა შუაშია კაცო ვერ გავიგე თუ გადავეცი არა დავამთავრებით ერთი წამი დავამთავრებით საქართველოს პირადად ჩემთვის და უამრავი ქართველისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქე დაამუშავებს ამ ქართულ მიწას თუ იგივე არაბეთის თუ ირანის იგივე ევროკავშირს ჩვენ როდესაც ვედრევით ევროკავშირის კი არის უმაღლესი სტანდარტები თუ 7 წელი არ ფლობდა იქ მიწას თუ უბრალოდ გამოცდილება არ ქონდა ამ მიწის დამუშავების თუ კი იქაური მოქალაქე არ არის უამრავი ძალიან გამკაცრებული რეგულაციები თუ თავდაცვის სამინისტრო აგერ ჩვენთან არის ძალიან ბევრი სომხეთში მაგალითად აკრძალულია მიწების გასხვისება ალბანეთში კვიპროსში არის ძალიან ბევრი ქვეყნები სადაც ჩვენ შეგვიძლია გადმოვიღოთ ეს მაგალითი მაგრამ აქ იცი რა როდესაც ჩვენ ყავს 20% ოკუპირებული გაქვს ტერიტორია როდესაც აქ ამდენი ტოლვილები სხვათაშორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კახა კოჟორიძემ ერთი მათგან ცოტა ჭკვიანურ აზრებს ხშირად ვერ გაიგონებ მაგრამ ერთ-ერთი ისეთი განცხადება გააკეთა რომელსაც ვეთანხმები როდესაც ჩვენ ყავს ამდენი და დაზარალებული ადამიანი როდესაც სახელმწიფოს არ შეუძლია მაგალითად რომ ეს ადამიანი დააკმაყოფილოს და ჩვენ გვაქვს მიწები ჩვენ შეგვიძლია მიწებით დავაკმაყოფილოთ ეს ადამიანები და ჩვენ რას ვაკეთებთ ხელისუფლება რას აკეთებს არავითარი რეგულაციები არ შეიქმნა 2014 წლიდან თეა წულუკიანმა არაფერი არ გააკეთა იმ კომისიის ხელმძღვანელი როდესაც იყო და დღეს ეხლა გამოგვიცხადა აი გამობძანდა ქალბატონი თეა წულუკიანი და ფსიქოლოგიური ბარიერიც არ შეიძლება კონდესო უცხოეთის მოქალაქეებსო ისე შეუძლიათ იყიდონო კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ კი საქართველოში აი სოფლებში ქართული მიწა აღარ დარჩება და ყველას დაეპატრონება უცხოელები იმიტომ რომ იაფიღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხვალდაზე ვიზა ლიბერალიზაციას მივიღებთ საქართველოს ასე თუ ისე წინ დგავს ნაბიჯებს და სოფლიოში კარგად ხედავთ რა პროცესებია რატო არ უშვებთ იმას რომ ქართული მიწა დარჩება ბატონო ნიკოლოზ აი თუ კი გასულ წლებში როდესაც მორატორიუმი იქნა მიღებული სხვა პოზიცია ქონდა ხელისუფლებას დღეს ამგვარი პოზიცია რამ ჩამოაყალიბა თქვენი აზრით რატომ დადგა საერთოდ ამაზე ლაპარაკი დღის წესრიგში რატომ გადაწყვიტა მთავრობის წევრმა რომ ესე თქვა აქტიურ ფაზაში შედის თვითონ წულუკიანმა გააკეთა განცხადება ეხლა ვერ გავიგე წულუკიანს არ უნდა დაუჯეროთ ჩვენ იუსტიციის მინისტრია და ის იუსტიციის სახლი და საჯარო რეესტრიც მის დაქვემდებარებაში თქვა რომ აქტიურ ფაზაში არის შესული მიწების გასხვისება ანუ წარმატებულად მიმდინარეობს და მე აქედან გამომდინარე მეც იგივე ბევრ ჩემს მეგობარს აღშფოთება გამოიწვია ყოველივე ამან და ვფიქრობთ რომ საქართველოს პარლამენტი მარიხუანაზე ბუსუსებიან პრეზერვატივებზე კი არ უნდა მსჯელობდეს არამედ უნდა მიიღოს კანონი აი ქართული მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება იმაზე წავიდეთ რომ აი გამკაცრდეს რეგულაციები შეიძლება ამაზეც ვიფიქროთ მაგრამ ჩვენი მოთხოვნა პირადად ჩვენი ორგანიზაციის და ჩვენი კოლეგა პარტნიორი ორგანიზაციების არის ის რომ არ გასხვისდეს მიწები უცხოეთის მოქალაქეებს ჩვენი დრო იწურება ერთი მინდა დავამთავრო მოკლედ თქვი შემდეგი იაგო ხელისუფლებას რომ მიუხედავად იმისა რომ ქართველი ხალხი დაიღალა ბოლო პერიოდში ამდენი ბრძოლით ამდენი რევოლუციებით რომ ეს არის ის თემა რომელსაც ჩვენ შევეგუებით ხელისუფლებამ გადალახა წითელი ხაზი აი წითელი ხაზი წინაპრები რომლებიც ჩვენ აი ამ მიწებისთვის იბრძოდნენ დღეს აი ამ მიწებს ერთადერთი მიწა გადარჩა სოფლის ჩვენ იმას კი არ ვიძახით რომ რაღაცა მიწა არ გადასცეს უცხო ჩვენ გვაქვს საუბარი სოფლის მეურნეობის მიწებზე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზეა საუბარი თორე ეხლა არავინ არ არის გიჟი და არავინ არ არის წინააღმდეგ იმისი რომ უცხოელი ჩამოვიდეს და ბიზნესი გააკეთოს და რაღაც საქმე გააკეთოს მადლობთ გასაგებია თქვენი პოზიცია ხელისუფლებას ხვალ არის გამაფრთხილებელი აქცია ბრიფინგი 12 საათზე და მოსახლეობასაც მინდა უთხრა ეს რომ თქვენ შეგიძლიათ
მოხვიდეთ და ჩვენ უთხრათ ერთად ხელისუფლებას რომ არ დაუშვებთ იმას იმ ზაკრულ გეგმას და მე ხელისუფლებას კიდევ ერთ რამეს ვეტყვი. ნუ შეხვალთ სერგო ორჯონიკიძეს და ფილიპე მახარაძის სახელით მადლობთ იაგოს გამოხმაურება მოვისმინოთ და შემდეგ დავასრულებთ გადაცემას. მე მგონი ბატონ ნიკოლოზი ახლა მამაცად შეება ხარის წისქვილებს და მე ამ ბრძოლაში ვერ შევალ უბრალოდ რამდენიმე რაღაცას მინდა ხაზი გავუყო. თქვენ მარიხუანასთან ხართ შემული წისქვილებს და მე არ დაგიწყო. კი, მარიხუანის გამოხმაურება მე თქვენთან და ერთკესიანი ქორწინების იმაში რა. ყველა თავის წისქვილებს მიხედავს იაგო რა. თქვენ მე არც გთხოვთ რომ ჩაებათ ამ წისქვილებში. არა, იმიტომ რომ რაღაც თუ მომართო მე მარიხუანას თებას თქვენ აზრს გასაგებია კი. მოგახმაროთ თქვენ ეს განსხვავება ეგ არის რომ მარიხუანის გამო ადამიანებს ცხოვრებას უგრევენ და აწამებენ და აშენებენ. დავანებოთ თავი. მე ერთი რაღაცა მინდა ვახო, თქვა აქ ბატონმა ნიკოლოზმა თქვა რომ 20% როცა ოკუპირებულია, მაგ დროს როგორ შეიძლება უცხოელებზე გაყიდვაო. 20%-ის ოკუპაცია რომ მოახდინა რუსეთმა არც 1% არ იყო არავისზე რეგისტრირებული, არც ერთ უცხოელზე. მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი დამყრობელი სახელმწიფოსთვის ხვის ტერიტორიის მითვისების. მე მინდა განსხვავება ვთქვა უბრალოდ რომ ხალხმა გაიგოს რაზე არის ლაპარაკი. როდესაც მიწის ნაკვეთი არის საქართველოს იურისდიქციაში, მაგრამ მას უცხოელი მოქალაქე დავასრულებ თუ შეიძლება ახლა ბოლოს სულ თქვენ არასწორ პარალელ რაშვაში არა თქვენ მე ძიმე ფონი არის ამ ადამიანს ელემენტარულად თქვენ თქვენ უნდა თქვათ იაგო და უნდა დავასრულოთ ბატონ ნიკოლოზ თვითონ ლაპარაკობთ ამის შესახებ თქვენი ლიდერი საუბრობს რომ როცა ქვეყანა არის გადაცემა შენო მიწებს ყიდი უნდა დაასრულოთ თქვენმა ოპონენტმა სიტყვა ბატონო იაგო ხო თუ შეიძლება ამ ადამიანს დაუმატეთ ერთი წუთი ბოლოს ოღონდ მე არ შემშალოს ხელი არ დაუმატებთ დრო არ გვაქვს ამიტომ მოდი ხო უბრალოდ მინდა დავასრულო და იმითი რომ თქვა რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოხდა, ამ დროს არავინ არ ქონდა არც ერთ უცხოელს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, მაგრამ ამან ვერ დაგვიცვა. პირიქით იქ რომ ყოფილიყო უცხო ქვეყნის ინტერესები, ანუ ყოფილიყო ბევრი ინვესტორი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენდნენ, გაცილებით უფრო რთული იქნებოდა ოკუპაციის პროცესიც. ამიტომ იმის თქმა რომ იცით რა უცხოელებს მიყვიდით, ამიტომ მე საქართველოს მიწის გარეშე დარჩება არასწორია. როდესაც მიწა არის საქართველოს იურისდიქციაში, არ აქვს მნიშვნელობა ვის საკუთრება ის, მასზე ვრცელდება საქართველოს კანონები და ვერც ერთი იქ ცხოვრები მესაკუთრე ვერ დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას თუ მასზე სახელმწიფოს აქვს იურისდიქცია და რეაგირება. ამაში არის აქ. გმადლობთ. აბსოლუტურად. თვითიდან გამოწვეული რაღაცა შიშები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, გვაქვს ხელოვნურად დაშინების ცდელობა ქართველი ხალხის თუ იმითი რომ რაღაცა უცხოელები იყიდიან მიწას და ღირსებას წაართვენ. არანაირი კავშირი ამას ერთმანეთთან არ გააჩნია. პრობლემა არის სხვა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თვითონ არ უკანონებენ მიწის ნაკვეთებს და არაძლევენ საშუალებას თვითონ იპოვონ ის ადამიანი ვისაც 7 სინდისით მიყიდიან. თქვენ იქნება ეს თუ ქართველი მნიშვნელობა არა. მადლობთ. ძალიან მოკლედ ჩვენი სარეკლამო დროის ხარჯზე გხოვთ 30 წამდადებას, იმიტომ რომ თქვენ ქართული ოცნების ფაქტიურად დღეს პოზიციას ამყარებდით. ის ვინც ეხა საუბრობს თუ კი უცხოელები იყიდიან და ჩვენ პრობლემები არ გვექნება, მან საქართველოს ისტორია არ იცის, ან რეალურად საერთოდ ვერ ხვდება რა გარემოში ვხვართ ჩვენ. ქვეყანა არ არის ჩვენს გარშემო ქართული მიწა რო არ გქონდეს მithვისებული და ყველა ყბილებს ილესავთ რომ ეხლა უკვე აღარ ხდება იარაღი ჩემო კარგო დაპყრობა ეხლა ხდება ეკონომიკურად აგერ თურქეთის პრეზიდენტმა ორჯერ გააკეთა განცხადება რომ ჩვენო ძალით კი არ მივითვისებთო ტერიტორიებსო არამედ მშვიდობიანად ეკონომიკურად მივითვისებთ ამ ტერიტორიებს და მათ შორის მოიაზრა მაშინ აჭარა და მე ერთი რამე მინდა ვთქვა გადაშალეთ საქართველოს ისტორია და გადახედეთ რომ რა მოგვიტყვანა ჩვენ აი ესეთ სიბეცემ აი ესეთმა სულელურობამ მე არ ვიცი ხელისუფლება გავს ეხა იცით რა ადამიანს როდესაც მისცემენ კარგ მანქანას და მე მიარტყავს მოარტყავს დააგრევს ისე ექცევიან ესენი ჩვენ ქვეყანას გმადლობთ ნიკოლოზ ჯავანაძე უფლება დასრულდა კიდე ერთხელ ვიმეორებ არავის არ ვაპატიებ ჩვენ ამას აი ეს არის ფილიპე მახარაძის გზა და ეს არ არის პოპულიზმი იმიტომ რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები აი ესეთი უგნური პოლიტიკით და ხელისუფლებას ეთერი ამით დასრულდა ხელისუფლებას ნუ გონია რომ ესეთი ქმედებები გავა. მადლობთ რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. იაგო ხვიჩია და ნიკოლოზ ჯავანაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ჩვენ ამით ვასრულებთ დღევანდელ ეთერს. 8-იანში გაგრძელდება უკვე საუბარი დღის მთავარ თემებზე ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად. ჩვენ კი ხვალ შევხვდებით ერთმანეთს.